საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საერთაშორისო საგადასახადო და საინვესტიციო ცენტრის ერთობლივი ინიციატივით თბილისში რიგით მე-17 აბრეშუმის გზის საგადასახადო ფორუმი გაიმართა. ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და საერთაშორისო საგადასახადო და საინვესტიციო ცენტრის პრეზიდენტმა დენიელ ვიტმა. Well, it's a pleasure to be in Tbilisi, and I want to thank our very dear and warm hosts, the Ministry of Finance and the Revenue Service of Georgia. We're here to talk about regional economic connectivity, regional economic integration. While many pundits are saying globalization is stumbling, as we sit here in Georgia, we're reminded that regional economic cooperation is alive and well. Why? Because of the open and competitive economic policies of Georgia. And I really think Georgia has set the benchmark for similar policies amongst your neighbors, which are having positive spillovers to the Middle Corridor. The development of the Middle Corridor, as measured by political cooperation, economic cooperation, and the raw statistics on trade and investment, underscores it's a success. While we are all praying for peace in the greater neighborhood to the north, I believe what you've put in place with the Middle Corridor is here to stay in bringing goods from China to Europe through the Middle Corridor. ორი დღის განმავლობაში მიმდინარე სესიებზე ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო ადმინისტრაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლება საგადასახადო და ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე მონაცემთა გაციფრულების, ინვესტიციებისა და საერთო გამოწვევების საკითხები განიხილეს. დიალოგის ფორმატში მიმდინარე შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკა გუნცაძე, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ლესლი ბერმან ლამი. საქართველოს მასპინძლობს აბრეშუმის გზის საგადასახადო ფორუმს. აღნიშნული ღონისძიება იმართება საერთაშორისო საგადასახადო და საინვესტიციო ცენტრის მიერ, რომელიც დაფუძნებული არის ვაშინგტონში. გვაქვს შესაძლებლობა თავი მოუყაროთ აბრეშუმის გზის სარტყელზე მდებარე ქვეყნებს, ისევე როგორც საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლებს. ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა არის ეს ჩვენთვის, რათა როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლება, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლება ერთობლივად ვიმსჯელოთ, განვიხილოთ აღნიშნულ თემებზე და ის გამოწვევები, რაც ამ ყველაფერს ახლავს, ვაქციოთ შესაძლებლობებად ჩვენი ქვეყნებისთვის, ისევე როგორც ბიზნესისთვის. საერთაშორისო ფორუმი, რომლის მიზანია მონაწილეებს შორის საერთო გამოწვევების შესახებ დიალოგის გაღრმავება და თანამშრომლობის განვითარება, წელს პირველად ჩატარდა საქართველოში. აბრეშუმის გზის საგადასახადო ფორუმს ჯამში 100-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.